თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გრძელდება. ამჯერად დაცვა გაიმართა საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე. შემფასებელი კომისიის წინაშე წარდგნენ დავით რუხაძე, ანა ლიქოკელი, რუსუდან ახობაძე, თეკლე გელაშვილი და გოგი შეყილაძე. ხატწერის საბაკალავრო ნაშრომის თემა იყო ვედრების კომპოზიცია. კურსდამთავრებულებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კურსდამთავრებულებს წარმატებული დაცვა მიულოცა და წარმატებები უსურვა. საბაკალავრო ნაშრომის შემფასებელი კომისიის წევრები იყვნენ საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი იოსებ ვანიძე, პროფესორები მურად ტყემალაძე, გვანცა კოპლატაძე და მერაბ ბუჩუკური. თემის ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ლაშა ვანიძე. კურსდამთავრებულებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს და ხუთივეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. დღეს შესდგა ხატწერის მიმართულებით სადიპლომო ნამუშევრების წარმოდგენა, პრეზენტაცია და დაცვა მისი, რომელიც თქმა უნდა საკმაოდ ესე მაღალ დონეზე პასუხობს იმ შრომასა და იმ სწავლის პროცესს, რომელიც ფაქტურად ერთობლივად შესდგა როგორც პედაგოგების, ასევე სტუდენტების მხრიდანზე. ერთობლიობა არის სწორედ ამის დამადასტურებელი. და ეს უკვე მე მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვა, რომ ეს არის უკვე დასაწყისი შემოქმედებითი გზისა, შემოქმედებითი განვითარებისა და მე უსურვებ სტუდენტებს წარმატებას. რა შეიძლება ითქვას დღევანდელი დღის მიმართ? მე მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ყველაფერი დადებითი და ყველაფერი კარგი. ეს აღინიშნა სადისერტაციო საბჭოზეც, თქვენ უსმენდით, ეს აღინიშნა ფაკულტეტის დეკანის გამოსვლაში, ეს აღნიშნა და მინდა ვთქვა, რომ დაცვას ესწრებოდა სემინარი აკადემიის რექტორი მამა გიორგი, ასევე პრორექტორი დეკანოზი მამა ბესარიონი. მათაც ერთხმად აღნიშნეს ეს გარკვეული წინსვლა, გარკვეული პროგრესი ჩვენი სტუდენტების მხრიდან, შესრულებული საბაკალავრო ნაშრომების თვალსაზრისით და მინდა აღნიშნო, რომ მათი დასწრება თავისთავად ეს გარკვეული უფრო მეტი мотиваციაა როგორც სტუდენტებისათვის, ასევე სადისერტაციო საბჭოსთვის და ასევე აქ დამსწრე საზოგადოებისათვის. ეხლა მინდა აღნიშნო, რომ დღევანდელი, წლევანდელი მთლიანობაში დაცვა გარკვეული განსხვავებული წესით მოხდა. ეს წესი შეეხო ძირითადად ტექსტურ ნაწილს. ძალიან კარგია, რომ ეს აღნიშნა ჩვენმა რექტორმაც თავისთავად და ხაზი გაუსვა ამ მომენტს. ეხლა რა იყო ეს ცვლილება? აქ მოხდა ძირითადად სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრების ადაპტირება, ანუ სინქრონიზება თავისთავად მის ტექსტურ ნაწილთან. და მინდა ვთქვა, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ამას, დაიხვეწა ტექსტური ნაწილი და ის სრულ შესაბამისობაში მოვიდა ესე იგი ვიზუალთან, ანუ უშუალოდ ხატთან. ეს გარკვეულ შრომასთანაა დამოკიდებული და მოიცავს ყველა იმ საგანს, ყველა იმ დისციპლინას, რასაც 4 წლის მანძილზე სწავლობდნენ. აქ თავი მოიყარა როგორც ხელოვნებათმცოდნეობითი, ისტორიული თვალსაზრისით, ასევე ტექნოლოგიური თვალთახედვით, თუ როგორ რანაირად იხატებოდა ხატები წარსულ დროში, რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, რა არის ტრადიციული. მოხდა ამის გარჩევა, დაალაგება და მინდა გითხრათ, რომ წარმოდგენილი ნაშრომები მეტნაკლებად უკვე სრულყოფილი სახით აღწერენ და საუბრობენ იმაზე, თუ რა იყო ჩვენი ხატწერა და როგორ უნდა განვითარდეს იგი. ეს ახალგაზრდები, სტუდენტები, ვინც დღეს წარმატებით დაიცვა, მინდა ვთქვა, ეს თავიანთი საბაკალავრო ნაშრომები არ გაჩერდებიან ამ საფეხურზე, ისინი გააგრძელებენ მომავალში შემდეგ საფეხურზე სწავლას და ვფიქრობ, რომ ქვეყანას მათი სახით
უახლოეს მომავალში ეყოლება ძალიან კარგი და ვფიქრობ წარმატებული სპეციალისტები. ჩვენ წარმოვადგინეთ ესე იგი ვედრების თემის კომპოზიცია, ვინაიდან ვიყავით 5, შესაბამისად ეს ვედრების თემის კომპოზიცია შედგება 5 ესე ვთქვათ ნამუშევრისაგან. ჩვენ გავინაწილეთ, მე შემხვდა ღვთისმშობლის ესე ვთქვათ გამოსახულება. ეს აღნიშნავ, რომ ჩემი სურვილით იყო, იმიტომ რომ მე პირველი კურსიდან მოყოლებული მინდოდა გულით რომ აი ღვთისმშობელი შემხედროდა და თავიდან შესაბამისად ისეთი დონეზე არ ვიყავი, რომ ქონოდა ამის შესაძლებლობა, თუმცა ჩემი შრომით და იმ დროით რაც აქ გავატარე და გავწიე ის შრომა, რომ მინდოდა რომ დამედო ისეთი შედეგი, რომ დამემსახურებინა, ესე ვთქვათ, ღვთისმშობლის ხატის გამოსახულების თანხმობა ლექტორისაგან. შესაბამისად მართლაც ჩემი სურვილისამებრ ღვთისმშობელი შემხვდა და კმაყოფილი ვარ პირადად ჩემი ნამუშევრით. მინდა აღვნიშნო ის, რომ ვიხემძღვანელეთ ჩვენ სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრის ნიმუშებიდან და მიუხედავად იმისა, რომ იქ შესაბამისად ერთ-ერთი არ გადმოგვიტანია დეტალურად, უბრალოდ ვიხემძღვანელეთ, თუმცა ჩვენეული ვერსიად შევიტანეთ და ფერები თუნდაც ის დეტალების სახის გამომეტყველება შესაბამისად ჩვენეულ მხარით წარმოვაჩინეთ, ანუ ქართული და ბიზანტიური გავაერთიანეთ და არ ნიშნავს, რომ ზუსტად იდენტურად გადმოვიტანეთ, რაც იყო გამოსახული სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში. ასევე აღვნიშნავ იმას, რომ ძალიან დიდი თანადგომა გაგვიწიეს სხვა საგნის ლექტორებმა, მათი ესე ვთქვათ დახმარებით, თუნდაც იმიტომ რომ მათი თემები, რომლებიც იყო წარმოჩენილი, ესე ვთქვათ, გადაიკითხეს, აღნიშნეს ის თუ რა უნდა შეგვესწორებინა, ძალიან დიდი თანადგომა გამოიჩინეს ყველა ლექტორმა, თუნდაც ტექნოლოგიისას აღნიშნავ ბატონი მურატ ყემალაძე, იკონოგრაფიის ნანა ბურჭულაძე და ეს თანადგომა ასევე რექტორის მამა გიორგი ზვიადაძის მხარდაჭერა, ის მისი აქ მოსვლა ჩვენთვის იმდენად ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ველოდებოდი და სურვილიც ჰქონდა რომ მოსულიყო, რადგან ენახა ესე ვთქვათ ჩვენი ნიმუში, ანუ ჩვენ იმის გაცდა ჰქონდა რომ ესე ვთქვათ ეამაყა ჩვენით და დარწმუნებული ვარ რომ კმაყოფილიც დარჩა და ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი აკოფნა და თანადგომა თითოეული სტუდენტისათვის. ჩვენი სადიპლომო თემა ეხებოდა ვედრების სცენას. ვედრების სცენის ცენტრალური ფიგურა არის ქრისტე პანტოკრატორის გამოსახულება, რომელიც ჩემ მიერ არის შესრულებული. ასევე წარმოდგენილი არის ვედრების სცენის ღვთისმშობლის, იოან ნათლისმცემელის და მთავარანგელოზების მიქაელსა და გაბრიელის გამოსახულებები. ამ ცოდნის მიღებაში ჩვენ დაგვეხმარა თბილისის სასულიერო სემინარია აკადემია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მამა გიორგის, პროფესორ მასწავლებლებს და მთელ კოლექტივს, რომლებიც გვეხმარებოდნენ პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, გაგვეხმარებინა ჩვენი თეორიული ცოდნაც, რომ შეგვძლებოდა ჩვენი ნამუშევრის წარმოჩენა დამსწრე საზოგადოების მიმართ. ჩემი ნამუშევარი აღებული ესკიზი არის სინას მთის მაცხოვარი,